ჩემი ბავშვობა იყო ერთი ჩვეულებრივი ისე როგორც სხვა ყველა ბავშვის. დავდიოდი ცეკვაზე, ჩემმა მასწავლებელმა ერთ-ერთი გაკვეთილის დროს შეამჩნია ჩემი მხრების ასიმეტრია. ექიმმა დავისვა დიაგნოზი, რომ იყო ეს სკოლიოზი. ამ მოვლენამ სრულიად რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი. გამოვედი ცეკვიდან, რადგან არ შეიძლებოდა ჩემთვის ზედმეტი გადაღლა. ეს ყველაფერი ჩაანაცვლა ვარჯიშმა, მასაჟმა და ცურვამ. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყავი წლების განმავლობაში და ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ყოველდღიური რუტინა, რომ მდგომარეობა არ გამწვავებულიყო. რამოდენიმე წელი აქტიურად ვარჯიშობდი, მაგრამ დადგა მომენტი, როცა მითხრეს, რომ ზედმეტად გადაეტვირთა ჩემი სხეული ასეთი აქტიური ცხოვრების წესი და მირჩიეს, რომ რამოდენიმე პროცედურა შემეწყვიტა და ესვენა ჩემს სხეულს. როცა ეს რამოდენიმე პროცედურა შევისვენე, ჩემი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ის შედეგი, რასაც მე წლების განმავლობაში ვინარჩუნებდი, სრულიად გაარღვია, წყალში ჩაყარა, ფიზიკურად მეტყობოდა უკვე, თუნდაც კუზი, თუნდაც უფრო მეტად ასიმეტრია, თეთრს გამოწევა თუნდაც მარჯვენა მხარეს. მე ძალიან დიდ წნეხს განვიცდიდი ფსიქოლოგიურს, მორალურს. დაიწყო 12 წლის ასაკში ჩემი ბულინგი. მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი კუზიანი, რომ მე მქონდა უშნო სხეული. ეს ისეთი მძიმე იყო ჩემთვის, რომ სადღაც მეგონა, რომ თუნდაც 12 წლის ასაკში ჩემთვის ცხოვრება დასრულდა. ბუნებრივია, რომ რაღაც გარკვეული ასაკის შემდეგ მე შევწყვიტე სიმაღლეში ზრდა, კუზი უფრო და უფრო მეტად იმატებდა, რადგან ფიზიკურად სხვა გასახანი არ ქონდა ხერხემალს და რაც უნდა წასულიყო მაგალითად სიმაღლეში, მიდიოდა მარჯვენა მხარეს, სადაც კუზის გამოვლინება მქონდა. ხშირად ყოფილა ის, რომ მე სადღაც ვიტრინაში დამინახავს კარგი კაბა, რომელიც ტანზე იყო მომდგარი და მე უბრალოდ დამდგარი ვარ და ამისთვის მიყურებია, რომ აი ხომ შეიძლებოდა რომ ეს ახლა მე მცმოდა, რომ არა, ჩემი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჭირდებოდა ოპერაცია. ეს სასწრაფო და სავალდებულო იყო, მაგრამ მე არ მქონდა ამის შესაბამისი ასაკი. მირჩევდნენ, რომ კორსეტი იყო იმ მდგომარეობისთვის საუკეთესო ვარიანტი. წლების განმავლობაში ფაქტურად ვიცდიდი, ვიყენებდი ამ კორსეტს, რომელიც იყო არასწორად შეკერილი და გამოჭრილი, რამაც უფრო მეტად დაამძიმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბუნებრივია, რომ ხვდებოდი, რომ რაღაც სხვა გამოსავალი მჭირდებოდა. როცა დავიწყე ინფორმაციების მოძიება, ჩემი მეგობრების რჩევით, ვიპოვე ბათუმში მედიკალ პარკის ოფისი. მედიკალ პარკის დახმარებით დაინიშნა ჩემი ვიზიტი ქალაქ ტრაბზონში, მედიკალ პარკის კლინიკაში. მითხრეს, რომ სავალდებულო იყო, რომ გამეკეთებინა ოპერაცია, რათა წლების განმავლობაში უფრო მეტად არ შემქმნოდა პრობლემები სხვადასხვა ორგანოებზე და არ მოხდარიყო მათი დისფუნქცია, მოშლა, უფრო მეტი გაუარესება, რაც შეამცირებდა ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჩავედი ქალაქ სტამბულში, დაიგეგმა ოპერაცია, რომელიც იყო ორეტაპიანი. დროგი გამიყანო სამეთმა. პირველ ეტაპზე მოხდა ჭანჭიკების ჩასმა. 10 დღის შემდეგ განახლდა ისევ ჩემი ოპერაციის საკითხი და უკვე მოხდა პლატინის ჩასმა და სრულად სხეულის გასწორება. ოპერაციამდე მქონდა 100 გრადუსიანი გადახრა მარჯვენა მხარეს. ოპერაციის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც კი ნარკოზიდან გამოვედი და ოდნავ გონს მოვედი, ვამოწევდი საკუთარ სხეულს. როგორი მქონდა, რა შეიცვალა და მინდოდა რომ ის რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი ოცნება იყო, შევხებოდი იმ ჩემს ოცნებებს და იმ ჩემს სხეულს, რომელიც უკვე ასეთი სწორი იყო, რომელიც ასეთი ჯანსაღი იყო, ჯანმრთელი იყო და მახსოვს როგორ პიროდი ბედნიერებისგან. მინდა რომ მთელი მადლიერება გამოვხატო მთელი პერსონალის მიმართ და ძალიან მადლიერი ვარ იმ ექიმებით და იმ პერსონალით, ვინც შეძლო, რომ ჩემი ისტორია შეცვლილიყო, მე ახალი ისტორია დამეწერა და სულ სხვა განახლებული ცხოვრებით მეცხოვრა. მე ვარ ჯონა ბახტაზე, 25 წლის, რომელმაც თავის ომში მოიგო, გადარჩა და ის დღეს თქვენ წინაშე არის და მე მინდა გითხრათ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თავარია იპოვოთ ძალა საკუთარ თავში და ის ვისაც სურს, ის ვინც იბრძვის და შრომობს, რომ მიაღწიოს მიზანს, აუცილებლად გაიმარჯვებს.